ახლა ბავშვებზე მინდა ვისაუბრო ძალიან ლაკონურად, იმიტომ რომ რა შეცდომებსაც უშვებთ, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება. აღარ შეიძლება რომ დავაჭრათ ბავშვებს ფრთები. აღარ შეიძლება რომ წავართვათ ბავშვებს ბავშვობა. და როგორ და ზედმეტი მზრუნველობით, როგორ და პირობის სიყვარულის არ გაზიარებით. ნახეთ, ყველას 99%-ს ბავშვობა არ გქონია, წაგვართვეს როგორ და დაცინი ჩობლებმა, მაგალითად არსებობს პოზიტიური დაცინოც. ახლა თუ ყველაფერი არ წარმოიდგინოთ ნეგატიურ კუთხეში. კუთხით პოზიტიურადაც კი რასულელი ხარ. არსებობს ორი აღზრდის მეთოდი, ნეგატიური, პოზიტიური. აი პოზიტიურად რო ანგრევ შენშიც, მაგალითად აი ზედმეტ ყურადღებას მისმაგიროთ ყველაფერს რო აკეთებ, ზედმეტი ქება, დაუმსახურებელი და ასე შემდეგ. ესეც ანგრევს, უდიდეს კომპლექსებს კიდევს ბავშვს და მეორე რო აი შენ ახლა რას წარმოიდგენ ეს არის რა ქვია ტერორში აღზრდითი მეთოდი. მე მაგ სწორად თქვი ახლა ეს წინადადება თან ჩემშულს უსმენ. და ნახეთ, ესე იგი ყველაზე დიდი ტკივილი ბავშვის რა არის, როდესაც დედა არ არის მის გვერდით. ხალხო ემიგრაციაში ვინც ვართ, ყველა სიმესმის, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას უკეთებთ თან მით უმეტეს ვაჟებს. რას უკეთებთ და ეს იცით როგორი ბომბი არის. აი როდის იცით ვულკანი არის, როდის ამოხეთქავს კაცშულმა არ იცის. ეს ბომბი როდის იფეთქებს კაცშულმა არ იცის. ეს არის უსიყვარულობაში გაზრდილი თაობა, რომლებიც ღმერთო ჩემო იმ ხელე ნეგატივში არიან და აი ამ ნეგატივს აი არ ვიცი რა მოხდება, არ ვიცი, ერთხელაც ამოხეთქავს ყველა ბავშვი შეარსებული ეს ნეგატივი უდედოდ გაზრდილი. ემიგრაციაში მისმის მიდიხართ რატო ამართლებთ, რომ აი მატერიალს ღმერთს მატერიალურს მისცემის გამო ხო ღმერთს ვერ შეუცვლით. ღმერთს ვერ შეცვლით მატერიალურით. ღმერთის სულიერება არის, სულიერება კიდე შვილის გვერდით უპირობოდ ყოფნა არის. ვერ ჩაანაცვლეთ მატერიალურად, იმიტომ რომ მატერიალური არ არსებობს. რო არსებობდეთ გარდაცვალების დროს თან წაღებასაც შეძლებდით. ნახეთ, თქვენ ვერასდროს ვერ გააკონტროლებთ, თქვენი შვილი თქვენი არ არის, თქვენი შვილი იგივე თქვენ ხართ უბრალოდ არის მოსული იმისთვის, რომ რა შეცდომებით დაუშვით, გამოასწოროს საკუთარ თავში, თქვენ დაეხმაროთ შვილს გამოსწორებაში. ამიტომ ჩვენი შვილი უნდა გავანთავისუფლოთ ჩვენგან, ჩვენი ტკივილისგან, ჩვენი წარსულისგან. აი რო ურჩევთ ხოლმე, შენ ეს გაკეთე, თუნდაც შენ ეს ჩაიცე, არასდროს ან თუნდაც იმ გოგოსთან არ იყო, იმ ბიჭთან არ იყო. რატო უწყვეტავთ საკუთარ შვილს? რატო გონიათ რომ ღმერთმა თუ მათი კავშირი დაუშვა, ესე იგი შეცდომა არის ღმერთზე წინ ვერ წახვალთ და აი მაგ ჯექსონზე ვუყურებ და იმიტომ მაიკლ ჯექსონზე წინააღმდეგ იყო მედია ისიც დასიო 14 წლით დიდი ქალი უყვარდა კი არ ვიცი როგორ აი ეს სიყვარული მისი twin flame იყო ანუ მეორე ნახევარი იმიტომ ნახეთ ერთად ეს ქალი დაეხმარა ზუსტად რა გესმით შეიძლება ახლა თქვენ მეორე ნახევარი თქვენზე მაგალითად კაცი ხართ ხო შეიძლება პირიქით პატარა არის ანუ გულს მოусმინეთ რა და არავინ არ ჩაერიოს საკუთარი შვილის არჩევანში თუ გულს უსმენს მისი შვილი იმიტომ რომ იქ არის ღმერთი ესე იგი ასე იყო აუცილებელი ასე იყო შეთანხმება უნდა მოსულიყო ის პირველი მეორე ეს თქვენ რადგან არ იცით ეს ყველაფერი ნუ იბნევით და ნუ აბნევთ მომავალ თაობას შვილებს ნუ ართმევთ მომავალს თქვენი წართმეული მომავლის გამო ბავშვობას ნახეთ თუნდაც აი ხა მაგალითად ვუსმინო რომ მე საკუთრესო დედა ვარო რაღაცო და მის შვილი მე ჟურნალისტი მივიდა და ესე იგი გამოვარდა ეს ბავშვი ჰიპერაქტიული არის თურმე რა ჰიპერაქტიული ყველანი ჰიპერაქტიულები ვართ ხო და ის არის რა ქვია ყველაფერს უნდა დაერქმოს თავის სახელით მე იცით რა ჰიპერაქტიული ვიყავი აი ეს რო შევდიოდი ხოლმე ფორტეპიანოს მასწავლებელთან აი ესე კიდევ და ნახატებს რომ არ ჩამომეყარა იმდენად აი ვერ ვაკონტროლებდი ხელს ძალიან აქტიური ვიყავი რა რაღაც პერიოდი და ის არის რა ქვია და ჰიპერტა ჟურნალისტი ეს დედა ეგონა რომ უღებდა კარს და ისე გამარჯვებაც კი არ თქვა ანუ რისი თქვა მინდა რა ბავშვები აღზარდეთ. ბავშვისთვის მთავარი ცით რა არის დისციპლინა.
გამძლეობა. აი დანიელს ესე იგი სანამ არ გააკეთებდა რომელს აი თუნდაც იტყოდა რომ აი ახლა უნდა ჩავარგდო ეს ბურთი იქ ხო და ვერ ჩააგდო. რას ვაკეთებ? სანამ არ ჩააგდებდა 2 საათი, 3 5 საათი, 10 საათი აი ესე ვეყოლებოდა არ ვაჭმე. სანამ არ ჩააგდებდა და რატო? იმიტომ რომ დესპოტი ვარ? არა. იმიტომ რომ თუ არ ჩააგდება თავის თვითრწმენას დაკარგავდა. არასდროს არ გავაკეთებდი მის მაგივრად რამეს. ვასწავლიდი, ან ერთად გავაკეთებ, ან ის აკეთებდა. და რატო? აი ასე უმაღლებთ საკუთარ ბავშვ თვითრწმენას. და როდესაც თქვენ უკეთებთ, როდესაც ზედმეტი ზრუნველობით ხართ, ამას რას აკეთებ? როდესაც ასე დედა მეშინია იქ არ გავუშვები რა საკუთარ თავს ამყოფებთ კომფორტში. ბავშვს კიდე უთელავთ საკუთარ თავის რწმენას მომავალს. ამიტომ საკუთარ თავისგან თავისუფალნი აღზარდეთ თქვენი შვილნი. მაშინ შექმნით მონებს კი არა, ღმერთებს. მაშინ ასწავლით ბავშვს უპირობო სიყვარულს, როგორ შეიყვარეთ საკუთარ თავი უპირობოდ. შეიყვარეთ. 99% არ არის მეორე ნახევართან, თავის მეორე ნახევართან. იმიტომ რომ როდესაც არც მიიხარ შესაბამისად ვერც მიხვდები ვინ არის შენი მეორე ნახევარი ვერც კი იგრძნობს გულს არ მოგსმენს იმიტომ რომ გული ჩაკეტილი გაქვს ამიტომ გონებით მიიღებ ყოველთვის გადაწყვეტილებას და არა გულით და შესაბამისად იქნება ინსტინქტებით შექმნილი ოჯახი და არა უპირობო სიყვარულით ღვთით ნაკურთხი ოჯახი არ შეიქმნება. იმის გამო რომ ჩვენ მეორე ნახევართან არ ვართ, არ გვიყვარს ის ადამიანი, გესმით? არ გვიყვარს ადამიანი და შესაბამისად ის ადამიანი ხო ჩვენ შვილშიც არის. ჩემ შვილში არის რომ უყურებ ხოლმე მამამისი მახსენდება და ისე მიყვარს მამამისი. ეს მას არ ნიშნავს რომ ერთად უნდა ვიყოთ. არ ვართ ერთად ხო? იმიტომ რომ დასრულ ის ღმერთს მივყევი, ღმერთმა მითხრა, მასთან დავყავიყავი რომ ყოლოდა დანიელი. თუმცა მე ჩემი მეორე ნახევარი მყავს სიზმარჯვე ნანახი, ანუ ვიცი რომ თეთრია. მე მეორე ნახევარი ის ვინც სიზმარჯვე მყავს ნანახი ესე უკან მხრიდან ფეხებით თეთრი ქონდა. მივხვდები, იმიტომ რომ ის მოვა ჩემთან, გესმით და ასე მივხვდები. და რა თქმა უნდა პირველ რიგში მე კი არა, რატო არ ვარ იცით არავისთან? იმიტომ რომ ხედავ ხოლმე რომ დავუშვათ ჩემი შვილს კი არ უყურებენ, მე მიყურებენ. შენ მე ვერასდროს ვერ მომხიბლავ თუ მე მიყურებ. პირველ რიგში ჩემი შვილი უნდა გააღმერთო. აი მე შევძლებ შენ შეყვარებას. და ნახეთ როგორ რაღაცა, ამიტომ პირველი დააყენეთ თქვენ ღმერთი, თქვენი თავი, თქვენი შვილი. თქვენ თავს როგორ დააყენებთ, რომ თქვენ შვილს არ გადაახტებით არასდროს. შვილს როდესაც არ გიყვართ 100% თქვენ მეორე ნახევარი, თქვენი შვილი გეყვარებათ, ამას გრძნობს თქვენი შვილი და ვერანაირი მატერიალურით ვერ შეუცვლით ვერაფერს. ვერ ჩაანაცვლებთ ღმერთს მატერიალურით, გესმით? ამიტომ შეიყვარეთ თქვენი თავი. დააშორდით თქვენ არასწორ ნახევრებს, რომ აღლა მაინც იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი და შექმნით ოჯახები ღმერთით, ღვთის ნაკურთხი და არა ინსტინქტუალური, ცხოველური. წავედი, დავიღალე, დანარჩენს მე მოგახსენებთ.